რამდენად აქვთ ქართველებს ამერიკაში იმის დრო, რომ იცხოვრონ ეკლესიური ცხოვრებით, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ 24/7-ზე. როგორ ნახულობენ ამ დროს, რომ მოვიდნენ ტაძარში? ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც იწყებს საეკლესიო ცხოვრებას, ის ფაქტობრივად გმირობაზე მიდის. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ მას საკუთარი თავი არ ყავს მხოლოდ შესანახი. მას მხოლოდ საკუთარ თავზე არ აქვს საზრუნავი. არამედ საზრუნავი აქვს ოჯახზე, საზრუნავი აქვს ახლობლებზე, მეგობრებზე. აქ ადამიანი აქ იცით რომ მარტო არ ცხოვრობს. ხანდახან შეიძლება საძინებელსაც კი მეორე ადამიანთან და ემიგრანტთან იზიარებდი, ხო? აქ ხო შენი პირადი სივრცე არ გაქვს. ამიტომაც მათი მსხვერპლი განსაკუთრებულია და ამიტომაც მივესალმებით მეც, მამაომაც ეს თქვა, მამა იერონიმემ და მეც, რომ მივესალმებით რაც შეიძლება მათი ტვირთი შევამსუბუქოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ოღონდ მოვიდეს, ოღონდ შვება იპოვოს ეკლესიაში, ოღონდ რაღაც მცირედი ცვლილება მოახდინოს მის თავში და მივდივართ ყველა მსხვერპლზე. ყველა ის არის დაეწამოვიდეს ჩვენს მიმართულებით, ჩვენ განგვიკითხონ, ჩვენ ამისთვის გავილანძღოთ, ოღონდ ისინი იყვნენ კომფორტულად, ოღონდ ისინი მოვიდნენ.